დღეს გაგიზიარებთ ხვეული თმის რუტინას. ასე გამოიყურება ჩემი თმა. ხედავთ ალბათ ძირებში როგორი დახვეული არის, მაგრამ ბოლოებში საერთოდ არ აქვს ფორმა. ღამით დავიბანე თმა და არ ჩავიტარე რუტინა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩემსავით გაბურძგლული თმით რო არ გაიღვიძოთ, აუცილებლად ყოველი დაბნის მერე ჩაიტაროთ რუტინა, რომ თმა ესეთ მდგომარეობაში არ გქონდეთ. ასევე ვიცი რომ ცუდია გაშლილი თმით დაძინება. აი ამ შედეგამდე მოვდივართ მერე. თმა ამ დროს ზიანდება და წყდება. სხვათა შორის მინდა რომ გამოვიყენო shower cap-ებით რომ არის, ოღონდ ძილისთვის განკუთვნილი. შეიძლება slip cap-ები ქვია, ესეთი საყვარელი ძონი. ბურთივით რო გაქვთ სოკოსავით თავზე, მაგით იძინებს ძალიან ბევრი გოგო და ამბობენ რომ ძალიან კარგი არისო თმისთვის, არ აზიანებს თმას და თან აი ეს მდგომარეობაც არ ემართება. ვინც შეიძლება ჩემსავით აი ამ მდგომარეობაში იყოთ, ძალიან მარტივი ხერხი არის, დავუბრუნოთ თმას თავისი ფორმა და პირვანდელი სახე. ესეთია ჩემი თმა. უფრო ტალღობას დავუძახებდი, მაქსიმალურად ეცადეთ რომ ნაკლებად გამოიყენოთ ცხელი უთოები. პირველ რიგში თმა უნდა დავისველოთ. კარგად უნდა დავისველოთ, აი ცოტა წუწები რო ჩამოგდიოდეს, აი მაგდონემდე. ეხლა მე დავისველებ ამ თმას და დავბრუნდები. შემდეგი ეტაპი ეს არის პირსახოცით, აი ეს პატარა წვეთები რაც მოდის, უნდა ვიცოდეთ რომ მოვაშოროთ ქვევიდან ზევით ამ აქვს და ვუჭერ კარგად და ამას ვაკეთებ ბევრჯერ. სხვათა შორის კარგი იქნება თუ მიკროფიბრის პირსახოც გამოიყენებთ. დამავიწყდა მე ხო მაქვს, მაგრამ დამავიწყდა მაგის გამოყენება. შემდეგი ეტაპი ეს არის ხვეული თმის კრემი და მე ორივეს ვიყენებ და გეტყვით ორივეს რა აქვს საერთოდ და რა აქვს განსხვავებული. ორივე არის leave-in კრემი, ორივე აძლიერებს ხვეულის ფორმას და ორივე არის ანტიფრიზი, ანუ რო არ გაგვეპუწოს თმები და იყოს გამოყოფილი ხვეულები და ასევე ორივე იცავს ნესტისგან და ორივე ანიჭებს ბზინვარებას. ვეის უფრო კრემის ტექსტურა აქვს. ძიმე და სქელი თმისთვის განკუთვნილი. შეიცავს ქოქოსისა და ბაბასუს ზეთებს, კვებავი და დამატენიანებელი არის. უფრო კარგად ატენიანებს ვიდრე ეს პროდუქტი, რადგან ეს საკმაოდ თხელია და უკეთესი არის მშრალი ხვეულებისთვის. Diegos კი თმის potion აქვს, უფრო ელექსირი, რომელიც არის თხელი თმისთვის, თხელი ხვეულებისთვის, არ ამძიმებს თმას და უფრო ბუნებრივ და ელასტიურ ფორმას ტოვებს. დღეს დავიტან Waze პროდუქტს. არ ვიტან ძალიან ბევრს, რადგან ისედაც საკმაოდ სქელია. ხედავთ ალბათ ტექსტურაზე როგორია. კარგად ვინაწილებ ხელებზე და სუსტად იგივე მოძრაობებით, როგორც წეღან პირსახოცით თმას ვიშრობდით. აი ეს. აქაც გავიმეორებ, რომ არც თმის ექსპერტი არ ვარ, უბრალოდ მთელი ცხოვრება ამ ყველაფერს ვაკეთებ ესე და ჩემზე ძალიან კარგად მუშაობს და იმედია თქვენც დაგეხმარებით. სუსტად იგივე მოძრაობებს ვაკეთებ და ამჯერად უფრო კარგად ვუჭერ, რომ აი ამ კრემმა უკეთესი ფორმა მისცეს თმას. ეს სპრეი თმას აძლევს beach wave-ის vibes, აი ზღვიდან რო ამოდიხართ, თმა რო თავისით ბუნებრივად გიშრებათ, აი სუსტად მაგას აკეთებს ეს. მის გამოყენება თხელთმაზეც შეგიძლიათ და სქელთმაზეც და თან აქვს საოცარი სუნი. და თმის კრემის შემდეგ ეს სპრეი ხვეულებს კიდევ უფრო გამოკვეთავს. თმის ზეთი ან თმის სერუმი. ორივე ძალიან მიყვარს, ამას წლები ავხმარო. Jungle Fever-ის ბზინვარების სერუმი და მართლა ძალიან კარგია და ალბათ ბევრი არის თქვენ გარშემო ვინც ამას იყენებს. ჯიზუ თუ გიალო აბა? გიზუ და ჟიზუ თქვია, ამიტომ რომელიც გინდა ის და თუ გინდა ჟორა დავუწახოთ. ახლობით ამდას. ცეთი კარგი სუნი აქვს, ისეთი კარგი სუნი. ის პროდუქტებს რა ჯობია კარგი სუნით. ვიპოვით ერთ იდეალურ პროდუქტს. ვალა გაჩუმდი! ვიცი რომ ცოტა ვერ ვარ, მაგრამ რა ვქნა. აქ კისერთან აი აქ საფეცქლებთან. მე რო გადაგკოცნის, ეგრევე შენი სუნი მიუვა და ვინმეს რო ჩაუვლი, აი აქედან ეგრევე ყველგან გადის ეს. მადლობა რომ მიყურეთ. აბა დაიტროპოს ახლა იდეები, კიდე რა გვინდა? ყველაფერს გადავიღებთ. I'm on the verge of giving in a run back to the bank. I'm on the step so much, no fucking Pablo Escobar.